მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. სანამ ვიდეოს დავიწყებდეთ, არ დაგაუწყდეთ ჩემი ხსი გამოწერა და დალაიქება. ესე იგი, დღეს მე ვიღებ ვიდეოს, გაჩვენებთ ჩემს ტოკაბოკას სახლს. თუ მოგწონთ ასეთი სახის ვიდეოები, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ახლა მოდით ვნახოთ ყველამ ერთად ჩემი სახლი. ჩემი სახლი არის 2 სართულიანი. ჩემი აზრით, მაქვს ძალიან ლამაზი სახლი. მოდით აბა ერთად შევიფასეთ და ვნახოთ თქვენს მოგეწონებათ თუ არა. აი ესაა ჩემი სახლი. მოდით ახლა შევიდეთ და ვნახოთ. დავიწყოთ პირველი სართულით. პირველი სართული გამოიყურება ასე, ჩემი აზრით ძალიან ლამაზია. ეს არის შემოსასვლელი. შემდგომში არის ლიფტი, არის სამზარეულო. არის ასევე ვანა და აქ არის დივანი, რომელიც შეიძლება საძინებლათაც გადავაკეთოთ. ეს არის გარეთა ადგილი, რომელიც ჩემი აზრით ძალიან ლამაზია. ახლა მოდით ავიდეთ მეორე სართულზე და ვნახოთ იქ რა ხდება. აი, ამოვიდით უკვე მეორე სართულზე და აქ არის საძინებლები. ახლა მოდით ვნახოთ ბავშვების საძინებელი. ერთს ქვია ჯაბა, მეორეს კი ნატალი. ისინი 4 წლისები არიან. მათ ასევე ყავთ კატა და არიციან რა დაარქვან და თქვენ თუ იცით კატის ძალიან ლამაზი სახელი, მაშინ მოგწერეთ კომენტარებში და აუცილებლად დაარქმევენ. ახლა კი გაჩვენებთ დედასა და მამას საძინებელს. დედას ჰქვია ნინო, ხოლო მამას გიორგი. ნინო არის 30 წლის, ხოლო გიორგი არის 32 წლის. ახლა დაგაცნობთ ნიცას. ნიცა არის 2 წლის და ის ძალიან საყვარელია. აი ასე გამოიყურება მისი ოთახი. ახლა კი გაგაცნობთ ლიზას. ლიზა არის 11 წლის და მისი ოთახი ასე გამოიყურება. სხვათა შორის მასაც ყავს ძაღლი და მანაც არ იცის რა დაარქვას. და თუ იცით ლამაზი სახელი ძაღლისაც, ისიც მოგწერეთ კომენტარებში. ახლა მოდი ავიდეთ მესამე სართულზე და იქ დაგოთვალიერებინებთ უკვე სხვა რაღაცებს. მესამე სართული გამოიყურება ძალიან ლამაზად. აი, ასე გამოიყურება მესამე სართული, ჩემი აზრით არის ძალიან ლამაზი და ძალიან კომფორტული. ეს ჩემი აზრით უფრო დასამალ ადგილს გავს და ასევე შეუძლიათ დაიძინონ ჩვეულებრივათაც ღამე. ესე იგი, ასეთი იყო დღევანდელი ვიდეო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი. დღეს შეიძლება ეს ვიდეო ესეთი საინტერესო არ იყოს, მაგრამ თუ მოგწონთ ასეთი კონტენტები, შემიძლია სხვა უფრო საინტერესო ვიდეოებიც გადავიღო, რომელიც ფილმის სახით იყოს. კარგად!